იერუსალიმიდან ჩამოტანილ ზეციურ ცეცხლს ხვალ ქართველი მომლოცველები პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც დღეს გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეს წითელ პარასკევს იესო ქრისტეს ჯვარცმა ჯვრიდან გარდამოხსნა და დასაფლავება გაიხსენეს. გარდამოხსნის საკურთხევლიდან გამობრძანებისა და ტაძარში შემოტარების შემდეგ შესრულდა ღვთისმშობლის დატირება და საგალობლები, მანამდე კი სამებაში შეკრებილმა მრევლმა იესოს ჯვარცმის შესახებ სახარება მოისმინა. გიორგი ფუტკარაძე აშუქებდა მთელი დღის განმავლობაში მოხსნის რიტუალს და ახლა ის პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. გიორგი, გისმენთ. თეატრთა გარდამოხსნა ახლაც სამების ტაძარშია დასვენებული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს 2 საათზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძარში. მან მღვდელ მთავრებთან ერთად აღასრულა გარდამოხსნის რიტუალი. დღეს არ აღევლინება ტრადიციულად წირვა, ამ დღეს იკითხება უფლის ვნების სახარება. როგორ იყო წითელი პარასკევი, უკვე სიუჟეტში შეგიძლიათ ნახოთ. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის წლის ყველაზე მძიმე დღესთან დაკავშირებით ტაძრებში გარდამოხსნის გადმოსვენება ვნების სახარების კითხვით დაიწყო. წითელ პარასკევს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ტაძრებში გარდამოხსნის გადმოსვენება დღის 2 საათზე დაიწყო. მოქარგული ქსოვილი გარდამოხსნა, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული, საკურთხევლიდან კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელ მთავრებთან ერთად გამოიტანა და ტაძრის შუაგულში სპეციალურად მომზადებულ სადგამზე დააბრძანა. დღეს გამოჩნდა, რომ ღმერთი არა თუ ჩვენთვის უზრუნველია, არამედ ჩვენთვის ჯვარცმულია და მან დღეს გვაჩვენა თუ როგორ უყვარვარ ჩვენ. ჯვარზე გამოჩნდა ღვთის დიდი სიყვარული ადამიანების მიმართებაში. ჯვარცმა არის სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვება. უკვე 35 წელია ყოველ წითელ პარასკევს მაცხოვრის დატირება ამ საგალობლით ხდება. კურთხევით დავით გურამიშვილის სტროფები საგალობლად მე-20 საუკუნის ბოლოს იქცა. ნაირა ნაჩხატაშვილი უკვე 35 ჯერ გალობს ღვთისმშობლის დატირებას, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ წითელ პარასკევს სრულდება. ყოველი წლის გალობა ისეთი შეგრძნებით იგალობება, თითქოს დღეს დაიწერა და დღეს ვასრულებო. არასოდეს არ ნელდება იმ ტკივილების შეგრძნება, რაც ქრისტემ ჯვარზე გაბრით გამოხატა. დღეს ისევე როგორც წინა წლებში სამების საკათედრო ტაძარში უამრავი მომლოცველი მივიდა. ტაძარში დღეს ის საგალობლები შესრულდა, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ხალმა ჩვენთვის, ჩვენი გულისათვის, ჩვენი ცოდვების გამოსყიდვისათვის გაეკრა ჯვარს და შემდეგ ამაყდა ზეცად. ყველაფერი რაც მოხდა და რაც დღეს ჩვენი თვალით ვიხილეთ, მისტიურად განმეორდა უფლის ჯვარცმა და ეს ხოლოდენ ჩვენი ცოდვების გამო მოხდა. ვნების პარასკევს მზის ჩასვლამდე კვერცხები წითლად იღებება. ტრადიცია მარიამ მაგდალინას უკავშირდება. კვერცხი სიცოცხლისა და მარადიულობის ნიშანია. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული 3 დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ 3 დღე იყო საფლავში. უკვე ხვალიდან მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო წირვა-ლოცვა დაიწყება. მორწმუნეები სწორედ აქ სამების საკათედრო ტაძარში დაელოდებიან წმინდა ცეცხლს. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, ისინი ერთმანეთს წითელი კვერცხებით მიულოცავენ. კვერცხი კი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა. მადლობთ გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა სამების საკათედრო ტაძრიდან, სადაც დღეს გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა.